საგზაო უსაფრთხოება ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. კანონმდებლობის გამკაცრების მიუხედავად სტატისტიკაში კლების ტენდენცია არ ისახება. გასულ წელს 2023-თან შედარებით ავარიების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაზრდილია. 454 გარდაცვლილი და 7600 დაშავებული. როგორც გაეროს პროექტების ექსპერტი გელა კვაშილავა სპექტრთან ამბობს, ერთ-ერთი საპრევენციო რეკომენდაცია და მოწოდებაა დიდ ქალაქებში დაშვებული სიჩქარის კიდევ უფრო შემცირება, დარღვევებზე ვიდეო მონიტორინგის გამკაცრება და კამერებით კონტროლის ქულათა სისტემაზე მიბმა. ექსპერტი პრობლემის კომპლექსურობაზე საუბრობს და აღნიშნულთან ერთად აქცენტს საგზაო ინფრასტრუქტურის გამართულობაზეც აკეთებს. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ 452-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალება საქართველოსთვის დიდი ციფრია და მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა აგრეთვე, რომ ის პრობლემები, რაც ამ სფეროში არსებობს, მოითხოვს გადაწყვეტას როგორც ცენტრალურ დონეზე, ისე ადგილობრივ დონეზე და ამ მიმართულებით უნდა არსებობდეს კონკრეტული საგზაო უსაფრთხოების პროგრამები ადგილობრივ დონეზე, იგივე რაც შეეხება მაგალითად ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის სიჩქარის მართვა, ხომ, მენეჯმენტი, სწორი, როცა ჩვენთან ჯერ კიდევ მაღალია +14-ია 15-ია ტოლერანტობის დონე, ანუ მაგალითად თუ არის სიჩქარე 30-40 ან 60 +15, ხომ ეს დიდი ხანია მოდის და ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. ქალაქებში არის ურბანულ ზონებში განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სადაც საჯვარედ დინების მოწესრიგება, რადგანაც ხშირი არის მაგალითად ქალაქებიდან ინფორმაცია, როცა ქალაქებში ხდება შეჯახება ქვეითთან ან სიყვაზე ველომოყვარულთან და პირველ რიგში რაც უნდა აღვნიშნოთ, რომ სიჩქარის მართვის გაუმჯობესებასთან ერთად ინფრასტრუქტურას უნდა მოწესრიგდეს, იმიტომ რომ ზოგჯერ არის ისეთი სიტუაციები, როცა მსხვილსაც, ქვეითსაც ექმნება პრობლემები გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო ქალაქებში და ეს ქმნის წინაპირობას, რომ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდეს. ამიტომ ესეთი მიდგომა სისტემური, როცა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, იგივე სიჩქარის მენეჯმენტი უნდა გახდეს პრიორიტეტი. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ისიც არის, რომ რაც შეეხება ნასვამდგომარეობაში მართვა ან ნარკოტიკული დროგის ქვეშ მართვა, ამის აღსრულება, როგორც გვია, უნდა უფრო გაუმჯობესდეს. სტატისტიკაში ჩანს, რომ გაზრდილია ეს შემთხვევები, ნასვამობასთან დაკავშირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევები და იქიდან გამომდინარე ტრავმატიზმი და სიკვდილიანობაც, ესე იგი ამ მიმართულებით არის მნიშვნელოვანი ჩარევა. ქულათა სისტემა, რაც ქვეყანაში არსებობს, რომ დაიწყო, იმის შემდეგ განვითარდა, მაგრამ ეხლა დახვეწას საჭიროებს, იმიტომ რომ ყველა ქვეყანაში, არა მარტო ევროპის, გამართული ქულათა სისტემა მუშაობს, თუ ის არის მიბმული არა მარტო ჯარიმასთან, არამედ ქულების ეფექტურ დაკლებასთან, განსაკუთრებით სიჩქარის გადაჭარბებაზე და ეს მნიშვნელოვანია ეს რეფორმა ბოლომდე მივიდეს და ეს ჩაიდოს, რომ სკოლი სისტემატურად უარყოფს, სისტემატურად უაჭარბებს სიჩქარეს, მაშინ უნდა მოხდეს ქულების ჩამოყენებაც ავტომატურად და დაღუპვის დაფიქსირებასთან ერთად, იმიტომ რომ ძალიან ბევრია ისეთი შემთხვევა, როცა რამდენჯერმე ხდება გამეორება, ჯარიმას იხდი და ვერ შევაგზავნებ მოსწავლობას და ეს არ არის ესეთი პრაქტიკა სხვა ქვეყნებში არის პირიქით, როცა არ აქვს მნიშვნელობა ვინ მრავალჯერ აქვს, ქართულ პასუხისმგებლობას ატარებს. მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ მის წერილშია ნათქვამი, რომელიც კლინიკა ვივამედთან გამართულ ბრიფინგზე ბათუმელების რედაქტორმა წაიკითხა. მზია ამაღლობელმა, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწმვის ფაქტზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება 38 დღეს მიიღო. ეს არის მზია ამაღლობელის წერილი, რასაც მე ახლა ვკითხულობ და მას ასე ბათუმში, ოცნების ქალაქში მომხდარი ტრაგედიის ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის და დაღუპვის ფონზე ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის. ამ დღეებში ექიმების დახმარებით შევეცდები როგორმე შევძლო კვების აღდგენა. სინდისის პატიმრებს, თემურ ქათამაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს მადლობა სოლიდარობისთვის. თხოვ მათაც შეწყვიტონ შიმშილობა.
განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობ ჩემი თანამოაზრეების, კოლეგების, მეგობრების და ოჯახის მიმართ. არ მინდა ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ. თქვენ ჩემს ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ. ეს იყო მზია ამაღლობელის წერილი, რაც ცოტა ხნის წინ მივიღეთ აი ამ დაწესებულებიდან. 22 თებერვალს ზესტაფონი მოსწავლეთა ღია ტურნირს უმასპინძლებს ჭადრაკში. ადგილობრივი ჭადრაკის ფედერაციისა და საჭადრაკო კლუბ ზესტაფონის ორგანიზებით მონაწილეები 4 ასაკობრივ კატეგორიაში გადანაწილდებიან და ერთ დღეში გაარკვევენ, ვინ შეძლებს საუკეთესო შედეგის მიღწევას და გამარჯვებული სტატუსის მოპოვებას. ტურნირი ელდარ შალამბერიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში გაიმართება და მშობლებს დაინტერესების შემთხვევაში საშუალება ექნებათ თვალი ადევნონ პარტიებს შვილების მონაწილეობით. გამარჯვებულებისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები. იდეა აი საზღვარგარეთ თამაშის დროს დამებადა, აი იქ ჩატარებული ტურნირის ეს ემოციები და ყველაფერი დაძაბულობა აღელვების შემდეგ მინდოდა რომ ჩვენთან აქ ჩვენ რეგიონში ჩატარებულიყო ასეთი დონის ტურნირი, რა თქმა უნდა, საერთაშორისო არ იქნება, მაგრამ თანამედროვე სტანდარტებზე მონაწილეებისათვის ბავშვებზე მორგებული, მათ საჭიროებებზე, აი ყველაფერი, რაც ნორჩ მოჭადრაკეებს ჭირდებათ, როგორც თქვი, თანამედროვე სტანდარტებზე იქნება მორგებული ტურნირი მოსწავლეებს შორის, ღია ტურნირი. იქნება ასაკობრივი კატეგორიები, 8 წლის ბავშვები, 10 წლის, 12-ის, 14-ის და ყველა მოსწავლე, სკოლის მოსწავლეს, რაც შეეხება 18 წლამდე, ასე რომ ვთქვათ. ტურნირი გაიმართება ელდარ შალამბერიძის სახელობის მუსიკის და ხელოვნების სკოლაში, ბიბილაშვილის 8 ნომერში ჩვენთან და ყველა საჭირო ინვენტარი, ყველაფერი უკვე თითქმის მზად არის. და ძალიან აღელვებული ვარ ჩვენც რომ ასეთი მაღალი დონის ტურნირს ჩავუყარეთ საფუძველი და რა თქმა უნდა ეს გაგრძელდება. ძირითადად აი ზესტაფონიდან ჩვენი სპორტული სკოლებიდან მოსწავლეებს ველოდებით, წარმატებულ მოსწავლეებს და ამის შემდეგ ჩვენი ტურნირის შემდეგ არის უკვე იმერეთის ჩემპიონატი. და აი ესე იგი შესამზადებელიც არის ასე რომ ვთქვათ, რომ შემდეგ ეტაპზე რეკომენდაციაც გაეწევათ გამარჯვებულ მონაწილეებს დასაფინანსებლად შემდგომ რეგიონალურ ტურნირებზე, ასე რომ ძალიან კარგი ვარიანტი არის მონაწილეობის მისაღებად, გამოცდილების მისაღებად და შემდგომ წარმატების მისაღწევად. გამარჯვებულებს გადაეცემათ თასი, მედალი და დიპლომი. თავიანთ კატეგორიებში ეს ყველაფერი დებულებაში არის გათვალისწინებული, ასევე გვექნება ყველა მონაწილეისთვის უფასო ჩაი, ყავა, ტკბილეული და კიდევ ერთი დეტალი არის, ზოგადად როდესაც საჭადრაკო ტურნირები ტარდება ხოლმე, აი მშობლებს და გულშემატკივრებს არ აქვთ ხოლმე შესაძლებლობა რომ დააკვირდნენ ამ პროცესს, რაც ძალიან საინტერესოა, მაგრამ როგორც ვიცით, აი ჭადრაკს ჭირდება ყურადღება და სიწნარე, მაგრამ აი ეს ტურნირი, რაც ჩვენთან ჩატარდება, მოგცემს საშუალებას მშობლებს, რომ დააკვირდნენ თავიანთ პატარებს, რა თქმა უნდა, სიმშვიდე უნდა დაიცვან და ყურადღება უნდა იყოს. ჭადრაკი არ არის როგორც ასეთი სანახაობრივი სპორტი, მაგრამ ვფიქრობ ძალიან საინტერესო ექნება, როდესაც აი ასეთი კუთხით შევთავაზებ და მიიცოთ საშუალება მშობლებს, რომ დააკვირდნენ თავიანთ პატარებს. ძალიან იშვიათად არის ასეთი რაღაცა, იმიტომ რომ ყველაფერი დახურულია, აი ჩვენთან რა სტარდებოდა ხოლმე აქამდე, სულ იყო რომ ფაქტურად მშობლები ვერ ხედავდნენ თავიანთ შეეყავდათ ასე ოთახში იქ ტოვებდნენ და ასე იყო, მაგრამ ეს როგორც აი ღია ასეთი ტიპის იქნება. სხვა შორის ეს დაკვირვება აი საერთაშორისო ტურნირებზე გავაკეთე, სადაც არის ასეთი დაშვებები. ანუ არ არის მაქსიმალური რაღაცა კონტროლი ისეთი, რომ აძლევს გარკვეულ თავისუფლებას მონაწილეებს და მშობლებსაც, რა თქმა უნდა, ტურნირები იქნება 10 წუთიანები, 10 წუთიანი 2 წამის დამატებით. ჩქარი ჭადრაკია, ეს არ არის კლასიკურ რაღაც საათნახევრიანი, ამიტომ გეგმავთ, რომ იმ დღესვე დასრულდება ეს ტურნირი. ყველაფერი გეგმის მიხედვით, რა თქმა უნდა, რო განვითარდება და მსაჯები, რა თქმა უნდა, გვეყოლება ჩვენი სპორტსკოლის ტრენერები, მე მათ შორის მთავარი საჯები იქნები და საჯები გააკონტროლება, რა თქმა უნდა, ყველაფერს, რომ ყველაფერმა იდეალურად ჩაიაროს. ორგანიზებამაც, მე ხარვეზები, იმიტომ რომ ბავშვებმა ზოგმა შეიძლება ვთქვათ, რაღაც წესი არ იცოდნენ, გამოცდილება აკლიათ, მაგრამ საჯები ამ ყველაფერს უზრუნველყოფენ, ყველაფერი კომფორტულად და ოპტიმალურად ჩაიაროს ამ ყველაფერს.